Mai ძირითადად ჩვენი სამწუხარო არის პანკისზე გამავალი თუშეთის გზა. დეპარტამენტიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, დასაბუთებული წერილი მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო მთელი რიგი არგუმენტები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ამ გზის გაყვანას. ასე ვთქვათ, რომელ არგუმენტებმა ჩააგდო ამ გზის მშენებლობა. და ეს არგუმენტები ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი. აქ მარტო მოგზაურობაზე არ არის საკითხი. საკითხი დგას პანკისის ხეობის ჩიხიდან გამოყვანის საკითხს. ყველაზე რაც მთავარია დასკვნა, მაგალითად ხორვატიის კომპანიის დასკვნაში წერია, რომ არსებული აბანოს გზის რეაბილიტაცია უფრო ძვირიჯდება, ვინმე ამ ახალი გზის გაყვანა. ეს ერთი და მეორეც ამ ახალი გზას თუ გაიყვანს, საერთოდ 50-30 კილომეტრის სიჩქარით შეიძლება მანქანამ იმოძრაოს, თანაც ორ მხრივად. ასე რომ რაღაც საათნახევარ 2 საათს იგებს ასვლას. თავისთავად ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ხეობისათვის, როგორც პანკისის ხეობა, უაღრესად მნიშვნელოვანი განსაკუთრებული მნიშვნელობის დატვირთვა აქვს ამ გზის მშენებლობას, რადგანაც კიდევ ვიცით ჩვენ არსებობს უამრავი პრობლემა, რაც იდეოლოგიურ სახესხვაობასთან გვაკავშირებს, როგორც არის რადიკალური ისლამის გავრცელება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის შემოbrunებაზე, ხეობის შემოbrunებაზე, სწორედ შემოbrunების ხაზი გადის ამ გზის მშენებლობაში. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად. საპროექტო კომპანია, ანუ ეს ხორვატიული კომპანია, რომელიც აკეთებს ამ პროექტებს, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ამ გზაზე. ისე ვთქვათ, ის ხედვა, რომელიც მათ ჰქონდათ წარმოდგენილი ჯერ ტექნიკური ხედვას გულისხმობ, ანუ საპროექტო გადაწყვეტა, საკმაოდ რთულად შესასრულებელიც, დაგეტყვით ლევანი, რას გულისხმობ რთულად შესრულებაში, ამასთან ერთად ასევე იმაში სტანდარტებშიც არ ჯდებოდა, გზის სტანდარტებში და ეხლა ამ კომპანიას მიეცა რეკომენდაციები იმისთვის, რომ მას უხვა გადაამუშავონ პროექტი. ჩვენ ივლისის ბოლომდე მათგან ველოდებით ახალ პროექტს. ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითონ შავწყალამდე მისვლა. 14 კილომეტრიანი მონაკვეთი გაქვს, რომელიც ვერ გავიარეთ უბრალოდ. აი რა ვარიანტებიც იყო წარმოდგენილი ჯერჯერობით თანხასთან დაკავშირებულ პრობლემაზე არა გვაქვს, საინჟინეროზე გვაქვს. ვიწრო ხეობა და მნიშვნელობის ცვლილება არის ძალიან დიდი. ვიწრო ხეობაში მნიშვნელობის ცვლილება როცა ძალიან დიდია, ან სერპანტინებით უნდა დავეწიოთ, იმიტომ 14%-ზე, 16%-ზე კანონებზე ვსაუბრობთ, რომელიც გზების სტანდარტში საერთოდ არ შეიძლება დაშვებული არ არის. ვერც გაიგოს მანქანა 12 შეიძლება მხოლოდ რაღაც 200 მეტრიან მონაკვეთებზე. ესეთი გზა უბრალოდ არც გამოდგება, ესე ვთქვათ. რაც აქამდე წარმოდგენილია, ყველა ვარიანტში არის ისეთი გზა, რომელიც პირველ რიგში გზივი ქანობით არც სტანდარტს არ შეესაბამება, არც უსაფრთხო არ არის. აი ეხლა რასაც უყურებთ, თუ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ეს სამწუხაროდ შესაძლებლობა არ არის. იმიტომ რომ ჩვენ თუ გზას ვაშენებთ, ეს ვერ იქნება ისეთივე გზა, რომელიც ახლა ცხენით გადაადგილდებოდა, ხო, როდესაც ანუ მანქანისთვის უსაფრთხო გზა უნდა იყოს. და ამიტომ ვალდებული ვართ, რომ ჩვენც იმ საერთაშორისო სტანდარტში, საქართველოში რა სტანდარტიც მოქმედებს, იმ ტექნიკურ სტანდარტში ჩავჯდეთ იმისთვის, რომ გზას გზა ერქვას. და აი ეს სირთულეებიც არის. თუ თქვენც ამ პროცესში ჩაერთვებით და დაგვეხმარებით საპროექტო კომპანიას, რომ იპოვოს გამოსავალი, იქნება ძალიან კარგი. ეს არის ჩვეულებრივი საკითხი, რომელსაც ტექნიკური გადაწყვეტა უნდა მოუძებნოთ რა. თუ ეს ვერ მოუძებნეთ, რაც არ უნდა სურვილი გქონდეთ, ვერაფერს ვერ ვიზავთ რა.